მოგესალმებით, ემა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით მაყურებელს. პირველ რიგში სოლიდარობა ბატონ მამუკას, ბატონ ბადრის, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს საქმე უნდა შევაფასოთ როგორც პოლიტიკური მიზნებით მოტივირებულ საქმედ და სამწუხაროდ გვაქვს ვითარება, როდესაც ძალაუფლების, ამ მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნების და განმტკიცების მიზნით ოცნება აბსოლუტურად ყველაფერზე მიდის და ის მზად არის სრულიად ჩაკლას პოლიტიკური პროცესი, როგორც თქვენ ახსენეთ, გაასუფთავოს ველი, სადაც მე თვითონ თავად კომფორტულად, მისთვის კომფორტულად გააგრძელებს ანუ ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგო ქმედებების შადენას, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის ის ვითარება, რომ დღეს ოცნებას ლეგიტიმაცია არ აქვს. ისინი ერთადერთი რასაც აკეთებენ, აი საკუთარი პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, საშუალებები ძალიან აქტიურად გამოყენებენ, ჯერ კიდევ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, აჯერებენ, იმდენად ძალადობენ ინფორმაციულად ჩვენს მოქალაქეებზე, რომ მათი გადაწყვეტილებები და ქმედებები არის სწორი, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი, მათ შორის მათ რიგებში, მათ მხარდაჭერებში ხდება, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეობრივი საქციელი. ხა ისინი თუ მართლა ხალხის ასეთი მხარდაჭერით სარგებლობენ, მაშინ რაში ჭირდებათ ეს, აი დღეს მარტო პოლიციელების რაოდენობა რო გვენახა ჩვენ ლელოს ოფისთან ორი პოლიტიკოსის კანონს, ანუ კი ბატონო, აი მაგაზე მინდა კომისიაში არ გამოცხადება, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ითვალისწინებს ან ჯაფუათ სანქციას, ან ასე ვთქვათ, პატიმრობას და თანამდებობის დაკავებას 2 წლის განმავლობაში. რა ხდება ეს მათ აწყობთ, რომ აი ეს ვიწროდ შეგვახედონ, ჩვენ რა შეგვახედოთ, ანუ ხალხს, ვისაც არ აქვს ჯერ კიდევ იმის საშუალება, რომ ბოლომდე გაშიფროს რეალურად რა ხდება, ვიწროდ შეახედონ ამ თემას. ესე ვიწრო აღებულად თუ შევხედოთ, თუ შეიძლება მართალიც იყოს, ხო? მაგრამ თავარი არის, საიდან მოდის ეს პროცესი. ეს პროცესი არის პოლიტიკური მიზნებით, ანუ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. საერთოდ რისთვის შეიქმნა ეს საგამოძიებო კომისია? ეხლა რა რეალობასთან გვაქვს საქმე? ხო, მაგრამ თქვენმა ლიდერმა მიიღო, მათგან განსხვავებით, თქვენმა ლიდერმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში, მეტიც მზად იყო მეორედ დაბარების შემთხვევაში და მზად არის, თუმცა ამაზეც როგორც ვნახეთ, უარი ეთქვა. აი მოდი კონკრეტულად კითხავთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გახარიასთან დაკავშირებით ხდება, გახარიას და საგამოძიებო კომისიის ურთიერთობას ვგულისხმობ, გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ გახარია არც 2 ივლისს რომ არ დაბრუნდება, გავიგეთ, ეს არის მეორედ დათქმული ვადა მისი გამოძახებისა საგამოძიებო კომისიაში, არ აპირებს ჩამოსვლას საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რადგან მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. შეგიძლიათ თუ არა, ან დავიდათ, ან უარყოთ ეს ინფორმაცია. კარგად უნდა აუხსნათ ემა მაშინ, იმიტომ რომ ეს პლატასი არ არის. პლატასი არ არის. ნახეთ, მივიღოთ შეკითხვაზე, აპირებს რა გახარია საქართველოში დაბრუნებას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ბატონი გახარია საქართველოში არ ყოფნა, საერთოდ არ უკავშირდება ამ კომისიაზე დაბარება არ დაბარებას. იმ დროს, როდესაც მან ეს მოწვევა ჩაიბარა, მაშინ მას უკვე ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ვიზიტია, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ფათაშორის ოცნებამაც ძალიან კარგად იცოდა. კი ბატონო, შეგიძლიათ რომ ეს შეკითხვებიც იყო, როდის მთავრდება ეს ვიზიტი? აქვს არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი? კი ბატონო, მაგრამ ნახეთ, სანამ ამაზე ვისაუბრეთ, უნდა ჯერ ეს ავხსნათ საერთოდ რატომ გახდა ესეთი აჟიოტაჟი მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ხო? ანუ რაც შეეხება დისტანციური ჩართვის, ასე ვთქვათ, მეთოდს. ეს ამ კომისიის დებულებაში წერია. ამ მეთოდს თავად კომისია, როდესაც პირველი მისი მისვლა იგეგმებოდა გახარიას წარმომადგენელთან, თავად თავაზობდა, რომ თუ მას ექნებოდა სურვილი, შეეძლო ესარგებლა დისტანციური ჩართვის მეთოდით, ეს მეორე, და მესამე, ჩვენ ხედავთ არაერთ პირს, რომელიც სწორედ ანალოგიური მეთოდით გამოიკითხა. დღესაც კი ყოფილი დიპლომატი თუ არცები ბატონი ბაქრაძე ყავდათ ჩართული. ამაზე მიიღეთ თქვენ პასუხი იგივე საგამოძიებო კომისიის, რომ დისტანციურად იკითხებიან მხოლოდ დაზარალებულები, ან მოწმის სახით გამოკითხული პირები, შესაძლებელი რაღაცა. მაშინ მითხარით ამ ეტაპზე ბატონი გახარია სამართლებრივი სტატუსი. არა, სამართლებრივი არ არის ეს სტატუსი, მაგრამ ნუ გამომდინარე იმ შეკითხვებიდან, რომელიც გახარიასთან მიმართ ჩორჩენას საგუშაგოსთან დაკავშირებით. ბატონი გახარია სამართლებრივი სტატუსი, მაგალითად, თუნდაც ბატონი ბაქრაძის სტატუსისგან. ჩვენ ახლა სამართლებრივ ჭრილს საუბრობთ თუ საუბრობთ პოლიტიკურ სარჩულზე. აი ცოტა ხნის წინ თქვენ თქვით, რომ სწორედ პოლიტიკური მდგენელია ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც
მიღებულ იქნა, მათ შორის აგერ ჯაფარიძე ხაზარაძესთან დაკავშირებით. მაშინ გამოვიდნენ და აღიარონ თავად, რომ სწორედ პოლიტიკური მიზნით აკეთებენ ამას. ანუ ნახეთ რა ხდება ема ერთის მხრივ თითქოს ცდილობენ რომ სამართლებრივად დაასაბუთონ რომ თურმე ეს კანონით ასე უნდა იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ პოლიტიკურად აკეთებენ და მაშინ თქვენ რომ კი ბატონო პოლიტიკურად ვაკეთებთ, ასე გვინდა და გაგუდის და ვაკეთებთ სიტყვაზე, ხო? ანუ რეალურად ესეთი ვითარება გვაქვს, იმიტომ რომ სამართლებრივად არანაირი უფლება რომ მოითხოვონ მისი ფიზიკურად მისვლა კომისიაზე მათ არ აქვთ. იმიტომ კიდევ ვიმეორებ რომ სამართლებრივად ბატონი გახარიას სტატუსი არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა პირის სტატუსისგან, რომელთა გამოკითხვა უკვე შედგა და მათ შორის დისტანციური მეთოდით. და როდესაც ბატონმა გახარიამ ჩაიბარა ეს მოწვევა კომისიაზე წერილობით, ხო? მაშინ მას რა თქმა უნდა არც უფიქრია, რომ მისი დაგეგმილი ვიზიტი რამენაირად ხელს შეუშლიდა და გამოკითხვა, რადგან უკვე იყო ასეთი შეთავაზება კომისიის მხრიდან. თავმჯდომარემ და გაახანგრძლივა 2 ივლისამდე გახარიას გამოკითხვის ვადა. აი, როდის არის რა გონივრულ ვადაში შეძლებს მაგალითად გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნებას და საგამოძიებო კომისიაში არადისტანციურად, არამედ როგორ ქვია ამას ფიზიკურად გამოკითხავს, რადგან იქნებ 3 ივლისს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ნახეთ, ანუ რატო ვანიჭებთ ამ ხელაპურებებას, ამ ხელმისაწვდომობას? რატო ვანიჭებთ? ანუ თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარტივი მიზეზი არსებობს, რომ თეა წულუკიანმა კენჭისყრას დააყენა საკითხი, რომ ვაგზავნით უკვე პროკურატურაში გახარიასთან დაკავშირებით საქმეს, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება კომისიაზე გამოუცხადებულობის გამო, თუ კიდევ მივცეთ გონივრული ვადა, რომ იქნება 2 ივლისამდე დაბრუნდეს საქართველოში. თუ კი ხედავთ, რომ ყველაფერში არის პოლიტიკური მდგენელი, მიუხედავად იმისა, ამას აღიარებს საჯაროდ ხელისუფლება თუ არ აღიარებს, ხომ? ანუ ალბათ არ უნდა მისცეთ დამატებითი საბაბი იმისა, რომ გახარიასთან დაკავშირებითაც მოხდას ის, რაც მოხდა სხვა პოლიტიკოსების შემთხვევაში. არც მივცემთ. ანუ დაბრუნდება. მაგრამ ნახეთ, დაბრუნდება რა თქმა უნდა, ეხლა მე კიდე მაგით დავიწყო ზუსტად საუბარი, რომ მისი წასვლა ეხლა კარგად რომ იცოდენ ჩვენმა მაყურებლებმა, კარგად ეს არასწორად არ გაიგონ, არასწორად არ გაიგონ. ნახეთ, მისი საზღვარგარეთ. ჩვენივე განცხადებაში იყო ნათქვამი დღეს, რომ იმ მუხლების მიხედვით, რომელიც დაწყებული აქვს გამოძიება პროკურატურას და რაღაცნაირად ყველას ასოციაცია უჩნდება, რომ ეს მუხლები შეიძლება გახარიას მოარგონ და ჩორჩანას საგუშაგო მთლიანად გახარიას პასუხისმგებლობად ცნონ. გახარიას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრება 15 წლიანი პატიმრობა. მიუხედავად ამისა, მაინც აპირებს ის ქვეყანაში დაბრუნებას? ნახეთ, ქვეყანაში დაბრუნება იმიტომ, რომ მისი წასვლა არ არის დაკავშირებული ამ კომისიასთან საერთოდ. კიდევ ვიმეორებ, ანუ მისი წასვლა იყო დაგეგმილი ვიზიტი, ეს იყო წინასწარ შეთანხმებული ვიზიტი და მას არანაირი დაკავშირება არ შეიძლება, არ იქნება სამართლიანი ამ კომისიაზე გამოცხადებასთან. კიდევ ვიმეორებ, ახლა თქვენ რასაც ამბობთ, ეს ნიშნავს რას, რომ ანუ წულუკიანისა თუნდაც იგივე ის განცხადება, რომ გადავაგზავნოთ თუ არ გადავაგზავნოთ და თურმე რომ აღარ გადააგზავნეს და კიდევ ერთი შანსი მათი ჭკუით მისცეს ბატონ გახარიას. ანუ გამოუცხადებლობად ფუთავენ ახლა. ჩვენ ამაზე უნდა ვიკამათოთ, ანუ მისი მზაობა ჩაერთოს კომისიას და ესაუბროს ჩორჩანაში საკითხზე. ითოლება გამოუცხადებლობად თუ არ ითოლება გამოუცხადებლობად. მოდი ეს შევაფასოთ ჯერ ძალიან კარგად და კიდევ ვიმეორებ, იქიდან გამომდინარე, რომ დებულებითაც არის გათვალისწინებული. პირველ შემთხვევაში თავად თავაზობდნენ ბატონ გახარიას და ახლაც გვაქვს არაერთი პრეცედენტი ამ ადამიანების პირების გამოკითხვის დისტანციური მეთოდით. ბუნებრივია, როდესაც პირი ამ შემთხვევაში ბატონი გახარია აცხადებს მზაობას ჩაერთოს კომისიას, ბუნებრივია მისი ჩართვა ჩვეულებრივად შეიძლება მივიჩნიოთ როგორც კომისიაზე გამოცხადებად. ეს არის და ეს. სხვა შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ჩაითვლება კიდევ ერთ დამატებით რაღაცა ძალადობრივ აქტად ბატონი გახარიას წინააღმდეგ. მოდი ახლა ვისაუბროთ თავად ამ ფაქტზე. ხო, ალბათ მოვუწევთ მაგის საშუალებას, რომ აი თქვენი ეთერი ყოველთვის მაგიტომ არის კარგი, რომ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდით ხოლმე ჩვენს მაყურებლებს და მოქალაქეებს, ხო? ეს ჩორჩანას საქმე არის სხვა არაფერი, თუ არა პერსონალური შურისძიება ბატონი გახარიას მიმართ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რაც ყველაზე კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, ხო? ეხლა ნუ პერსონალური შურისძიება შეიძლება კიდევ რაღაცნაირად მოვინელოთ, ასე ვთქვათ, და გადავიტანოთ, მაგრამ ამ პერსონალური შურისძიების გამო ისინი ქვეყნის ინტერესებს აყენებენ საფრთხის ქვეშ, პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. იმიტომ რომ ჩორჩანას ეპიზოდი, მაშინ რაც მოხდა, როდესაც ბატონი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო ერთადერთი გამონაკლისი პრეცედენტი, როდესაც შვიდობიანი გზით დავიცავით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ისე რომ ამას არანაირი სამხედრო ესკალაცია არ მოყოლია. როდესაც ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება და თქვენ თუ ნახავთ იგივე ერთ-ერთი ტელევიზია იყო ჩასული, არა სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია, ჩასული დამოუკიდებელი მედია, ჩასული
ბაჰჩანაში და იქ შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ისინიც ადასტურებენ, რომ არა ბატონი გახარიას ეს სწრაფი მოქმედება და ასე თქვა დასწრება ოკუპანტებისთვის და სეპარატისტებისთვის, ჩვენ ახლა იქ საზღვარი გადმოწეული გვექნებოდა, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საზღვარი საოკუპაციო ხაზი არის ზუსტად იმ ადგილას, სადაც იყო 2019 წლის მდგომარეობა. უკვე არსებობს ბევრი ჩვენება, რომელიც შესაძლებელია. აი ვისაუბროთ ახლა ამ ჩვენებებზე. რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თქვენი ლიდერის წინააღმდეგ. თქვენც თვითონ ამბობთ, რომ ანუ სამართლებრივი საფუძვლებისგან ეს საქმე მთლიანად არის დაცლილი და ამბობთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიება თუ ანგარიშწორება გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ხო? სწორედ ამიტომ არ ასე ვთქვათ გირჩევდნენ და მოგიწოდებდნენ კოლეგა ოპოზიციონერები, რომ არ მიგეღოთ მონაწილეობა ამ საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაში. ნახეთ, ეს საქმე არის განსხვავებული და გამორჩეული საქმე. ეხლა თქვენ როგორ გონიათ, რომ საქმე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ატყუებენ, აი ძალადობენ მათზე ინფორმაციულად, რომ თითქოს ვიღაცამ და ამ შემთხვევაში ბატონმა გახარიამ უღალატა ქვეყნის ინტერესებს და ამასთან ისე აკეთებენ, რომ თვითონ აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, ასე ვთქვათ, ინტერესებს, ესე პასუხგაუცემელი დაგვეტოვებინა და ჩვენ მოქალაქეებს სიმართლე არ უთხრათ. იმიტომ რომ რეალურად თუ აქ ბატონი გახარია არ მევიდოდა და სიმართლეს არ იტყოდა და ეს გააკეთა მან პირველ შემთხვევაში ძალიან დიდი წარმატებით. სწორედ ახლა ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენ რაღაცნაირად უნდათ ახლა ასე ვთქვათ შური იძიონ ასე ვთქვათ და მეორე ჯერზე მეორე რაუნდში რაღაცნაირად გამოასწორონ საკუთარი მდგომარეობა რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ იმიტომ რომ სიმართლე არის ამ შემთხვევაში ჩვენს მხარეს ანუ ეს იმდენად დიდი ნახეთ ეს სიმართლის მამატკიცებელი რაიმე ტიპის არ ვიცი დოკუმენტაცია პირადი მოწერა კომუნიკაციის სხვა რაღაცა ფორმა შეუძლია გახარიას წარადგინოს და რადგან ის ამ კომისიის საშუალებით ელაპარაკება ხალხს და უნდა რომ იქეთ ამხილოს ქართული ოცნება აი ამ ძალიან მძიმე დანაშაულში რომელიც ფაქტობრივად ქვეყნის ღალატში მასდებენ ბრალს ომის დაწყების მცდელობაში და იქეთ დაადანაშაულოს ანუ შესაბამისად მოუწევს მტკიცებულების ტვირთი თავად აიღოს საკუთარ თავზე ანუ შესაბამისად უნდა მივიდეს კომისიაზე არ ვიცი ეს დისტანციურად მისცემენ ამის საშუალებას თუ ფიზიკურად და მამხილებელი ასე ვთქვათ ხელისუფლების მამხილებელი სიცოცხლის მამხილებელი დოკუმენტაცია წარადგინოს ეს რომ არ უნდათ და ამის რომ ეშინიათ სწორედ ამიტომ გაურბიან ბატონი გახარიას ჩართვას. თორე რა პრობლემაა? ჩართვაც იგივენაირი გამოკითხვის პროცესია, როგორც ფიზიკურად მისვლა. ამიტომ ეს არის პირველი შემთხვევა, რეალურად ერთადერთი შემთხვევა, როცა კომისია თავად ამბობს უარს გამოსაკითხი პირის გაურბოდნენ მეორეთან დაიბარებდნენ მაშინ სად არის გიორგი ლოგიკა ხომ? იმიტომ რომ არა იცოდნენ რომ გახარია არ იყო ქვეყანაში და მაგიტო დაიბარეს მეორე. დაიბარეს იმიტომ რომ უნდათ აი ამ პირველი წარუმატებელი მათთვის წარუმატებელი რაუნდის შემდეგ რაღაცნაირად მეორე რაუნდში საკუთარი მდგომარეობა გამოესწორებინათ. ამიტომ უნდათ. მაგრამ რა თქმა უნდა ამას ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ თავად არიან შიშრები და ეშინიათ ამ სიმართლის მოსმენა. ეხლა როგორ შეიძლება ნახეთ ემა როგორ შეიძლება ადამიანი გაასამართლოს ცადო და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ამ ცდელობად დარჩება. გაასამართლო და ცადო მისი გასამართლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის და საკუთარი ტერიტორიების დაცვისთვის. იქ სხვა არაფერი არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ შვიდობიანი ფორმით მოხდა ჩვენი ტერიტორიების დაცვა და შვიდობიანი ფორმით მოხდა ბორდერიზაციის შეჩერება. თორე ჩვენ ეხლა მილიონობით კვადრატულებზე რო საუბრობენ და ესეც პროპაგანდის ნაწილი რო ჰექტრები რო მილიონობით კვადრატულებში გადაიყვანეს. აი მაგ მილიონობით კვადრატულებში გეტყვით რომ 7.9 მილიონი კვადრატული მიწა იყო შენარჩუნებული მაგრამ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების ამ ყველაფერს შედება დასაბუთება ხომ? ანუ ეს ისეთი მე არ ვიცი არ ვაკრინებ რა თქმა უნდა გიორგი გახარიას ვიზიტს ახლა უცხოეთში თუ არ ვწდები გერმანიაში და იცით თქვენ ისიც რომ საკმაოდ შეათ მოგზაურობს ხო კი ბატონო უბრალოდ საკმაოდ რაღაცა ხანგრძლივი ვიზიტი გამოვიდა იმ ფონზე როდესაც ფაქტობრივად უკვე წინა საარჩევნო პროცესში უნდა იყოთ იმიტომ რომ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ისიც ვიცით რომ ივლისის ბოლოს უკვე ეს არჩევნო სიებიც უნდა იყოს წარდგენილი მაგრამ კიდევ ერთხელ რადგან არ მაქვს ინფორმაცია ვერ შევალ ამ დეტალების განხილვაში მაგრამ
ეს არანაკლებ თუ არა შესაძლებელია უფრო მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდეს გიორგი გახარიასთვის დღეს საქართველოში და აი რა უდგას წინ საქართველოში დაბრუნებას თუნდაც კომისიაში მონაწილეობის მიზნით აი ეს ცოტა კითხვის ნიშნებს მიჩენს. ნახეთ, ეს ხომ არ არის პირველი ვიზიტი. ბატონი გახარია ძალიან ხშირად მოგზაურობს ევროპაში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს არის მისი მორიგი ვიზიტი ხა. ის საკუთარი შეხვედრების გრაფიკს და განრიგს ხა ნამდვილად ვერ შეუთანხმებს სულ უკეთეს და ოცნებას. შეთანხმებაზე ვერ შეწყდებს თუნდაც აი ორი დღით ვერ გადაანაცვლებს, ვერ დააკორექტირებს, როდესაც მისი ასე ვთქვათ ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება ფაქტობრივად, იმიტომ რომ დისტანციურ ჩართვასთან რა პრობლემა გვაქვს, მე მგონი იგივენაირად შეუძლია ესაუბროს კომისიას. ხო, მაგრამ ნუ აი ამ ჯინიანობის პროცესში ამის დრო არის ახლა აი ეს მინდა ელემენტარულად ვიკითხო, როდესაც ზესახელმწიფოებრივი საკითხი დგება, თქვენ ამბობთ რომ ქვეყნის ინტერესები წყდება ამ კონკრეტულ მომენტში, ამიტომ ახლა მე მგონი ჯინიანობის ადგილი რომ აი ჩამთე დისტანციურად და არა მოდი ფიზიკურად და არა ჩამთე დისტანციურად რატომ არ მაძლევ ამის საშუალებას მე მგონი უადგილოა კანონით მონიჭებული უფლებამოსილება ამას ყველა ადამიანი ეცდება რომ ბოლომდე ეს უფლებამოსილება შეინარჩუნოს და საკუთარი უფლებები დაიცვას ახლა მოდი ასე ვთქვათ ახლა ოცნების ჭკუაზე რატო უნდა ვიაროთ მაშინ მოდი ესე ვთქვათ ხო კანონით მინიჭებული უფლებების დაცვა საგამოძიებო კომისიაში რომელიც არის უკანონოდ შექმნილი ანუ ამას ამბობთ ისევ თქვენ აი ჩვენ თავიდანვე ამბობდით იმას რომ ეს არალეგიტიმური კომისია და ამ კომისიაზე მისვლა არ ნიშნავდა არანაირად ამ კომისიისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ჩვენ თავიდანვე ამბობდით რომ ეს კომისია არის შექმნილი პროპაგანდისტული მიზნებით იმისთვის რომ მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჩვენი მოქალაქეების ყურადღების გადატანა იმ რეალური პრობლემებიდან და დანაშაულებიდან რასაც ჩადის ოცნება სულ სხვა პრობლემებზე ჩვენ უნდა გავახსენოთ ის თქვენს მაყურებელს რომ ეს კომისია შეიქმნა გაცხადებული მიზანი იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ჩადენილი შაულების გამოძიება, მაგრამ ისიც შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ არც ერთი რეალურად ის მაღალჩინოსანი, ვინც სინამდვილეში უნდა დაბარებულიყო ამ კომისიაზე, არ არის დაბარებული, მაგრამ ჩვენ ვხედავთ უკვე მეორედ და მესამედ იბარებენ იგივე ბატონ გახარიას და აგერ დღეს ვნახეთ ხაზარაძე და ჯაფარიძე საერთოდ დაიჭერეს და 8 თვე მიუსაჯეს პატიმრობა. ხო, ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის ყველას, რომ ეს არ არის რეალურად ამ მიზნით შექმნილი კომისია. ისინი არ აპირებდნენ და არც აპირებენ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გასამართლებას, იმიტომ რომ ეს პირდაპირ თქვა არ აწყობთ. პირდაპირ თქვა არაფერში არ აწყობთ. მათთვის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, მექანიზმი. 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი უყურებს ამ კომისიებს. ემო თქვენ ახლა ჟურნალისტი ხართ ეს და ეს ამის ესე განსაკუთრებით აი გახარიას გამოკითხვის უყურებდა საკმაოდ ბევრი ადამიანი. ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, რადგან იყო ძალიან დიდი ინტერესი. ანუ გახარია დაბრუნდება, მაგრამ როდის არ ვიცით. აი თქვენ პირადად ამ ვითარებაში ურჩევდით მას ჩამოსვლას, როცა ძალიან მაღალი რისკი არსებობს მისი დაპატიმრების და ამას ალბათ თქვენც უწევთ ხო? თავიდანვე ეს იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ახლაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, კანონით მას აქვს სრული უფლება მოითხოვოს დისტანციური ჩართვა და ამას დღესაც სთავაზობს კომისიას. ასე რომ აქედან ჩვენ ნუ შევქმნით, ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში და ნუ ვაფიქრებინებთ მათ, რომ ბატონი გახარია საზღვარგარეთ, იმიტომ იმყოფება, რომ თითქოს თავს არიდებს კომისიაზე გამოცხადებას. რა თქმა უნდა, ის ასე არ არის. ის მზად არის სრული სიმართლე მიაწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. მედიასთან მაინც გამოვიდეს კონტაქტზე და აი მედიის საშუალებით დააკმაყოფილოს ის ინტერესი, რომელიც მასთან დაკავშირებით, მის ვიზიტთან დაკავშირებით არსებობს. ჯერჯერობით ჩვენ ველოდებით კომისიის მხრიდან მისი უფლების, ასე ვთქვათ, დადასტურებას, რომ ის ჩაერთოს დისტანციურად. მადლობა გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.